ვიმყოფებით ქართველებისთვის საყვარელ შეხვსარეულთან ენსონ ერისთან. Well, I've been here 9 years, so it's a long time, you know. Scrazzeli, you know. My trip in Australia really changed my life. I thought the world was much bigger than just being to Italy. So then I had this bad idea to invent this chocolate Kinkali. So it was your idea? It was my idea. Wow. Yeah. Cooking has never been my ambition, just the way I express myself. So thank you for the present. My pleasure. That's great. Chakapuli. Really? Love chakapuli. Yes, That's of course. great. Yes. Mine too. I love chakapuli. მოგესალმებით, ეს გადაცემა ბიზნეს პორტრეტია, ტრადიციულად მე ვისწამყვანი ანისო ხაძავალი და დღეს ვიმყოფებით ქართველებისთვის საყვარელ შეხვსარეულთან ენსონ ერისთან. სალამი ენსო, დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. Thank you. მადლობა Thank მოწვევისთვის. you for inviting me. მოდი სულ თავიდან დავიწყოთ. როგორ იყო შენი ბავშვობა იტალიაში და როგორ შემოვიდა კულინარია შენს ცხოვრებაში? მე ხომ უკვე ვინტაჟური ვარ, არა? Vintage. და როგორ მოხდა ეს გარდატეხა? როგორ გადაწყვიტე რომ შენი გზა სწორედ გასტრონომიასთან უნდა დაგეკავშირებინა? სიმართლე გითხრათ, ჩემი ბავშვობა და კულინარია ერთმანეთთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული. ჩემი ოჯახი ძალიან აკადემიური იყო. მამა ფიზიკოსი და მათემატიკოსი გახდათ. ამიტომ მეც ტექნიკურ სფეროს გავყევი. ჯერ IT-ს ვსწავლობდი, შემდეგ კი სამედიცინო მოწყობილობების ინჟინერიას. მოკლედ 29 წლამდე კლინიკებსა და ლაბორატორიებში ვტრიალებდი, სანამ ერთ დღეს ავსტრალიაში არ წავედი. I left to Australia. So, და როგორ მოხდა ეს გარდატეხა? ეს ძალიან სასაცილო ისტორიაა. როცა მელბურნში ვსწავლობდი, იტალიურ უბანში ვცხოვრობდი. იქ იყო ცნობილი ქუჩა, სადაც ერთ პატარა რესტორანს შეფსარეული სჭირდებოდა. ყოველდღე როცა იმ ქუჩაზე გავდიოდი, ფანჯარაზე გამოკრულ ვაკანსიას ვუყურებდი და ვფიქრობდი, სამზარეულო რომ ცოდნოდა, თემ სოფლიოს შემოვივლიდი. Full of restaurant. And I said, you know what, if I could cook, I could travel the world. დიახ, სწორედ მოგზაურობა იყო ჩემი მთავარი ინსპირაცია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სამყარო გაცილებით დიდი იყო, ვიდრე მხოლოდ იტალიაში დარჩენა. ავსტრალიაში წასვლამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. უკან დაბრუნებულმა სწავლა გავაგრძელე ჩემს ქვეყანაში. მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანში დავიწყე მუშაობა. So I was lucky that it was a Michelin star. იტალიელებისთვის სამზარეულო მხოლოდ საკვები არ არის, ეს არის ტრადიცია, ოჯახი და ღირებულებები. შენთვის რას ნიშნავს კულინარია და რა ადგილი უჭირავს გასტრონომიას შენს ცხოვრებაში? Well, it is. დიახ, ქართველებსა და იტალიელებს ამ მხრივ ბევრი საერთო გვაქვს. კვების კულტურა და ღვინის კულტურა ჩვენს ქვეყნებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გასტრონომია უბრალოდ პროფესია არ არის. ეს ცხოვრების სტილია. იტალია და საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორის არის, სადაც ადამიანები ჭამის დროსაც საჭმელზე საუბრობენ. ამიტომ კულინარია ყოველთვის ჩემი კულტურისა და ტრადიციის ნაწილი იყო. სხვათა შორის გასულ წელს იტალიური კულინარია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. Italian cuisine become part of UNESCO. ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში მოგზაურობდი. რომელმა ქვეყანამ დატოვა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და რატომ? Well, if you look რადგან უკვე 9 წელია საქართველოში ვცხოვრობ, ალბათ გასაკვირი აღარ არის, რომ ქართული კერძები ძალიან მიყვარს. თუმცა ასევე ყოველთვის მიზიდავდა ლონდონი და ნიუ-იორკი. განსაკუთრებით მათი მრავალფეროვანი კულტურა, სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა ადამიანს ზრდის და ჰორიზონტს უხსნის. Enso, you know. როგორ განსხვავდება რესტორანის კულტურა სხვადასხვა ქვეყანაში და შენი გამოცდილებით სად არის ეს სფერო ყველაზე მაღალ დონეზე განვითარებული? იცი მთელი ცხოვრება დიდ ქალაქებში და დიდ ქვეყნებში მუშაობდი. მაგალითად, ლონდონში არის არაჩვეულებრივი მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანი, რომელიც სხვადასხვა კულტურის სამზარეულოებს აერთიანებს. ბრიტანულს, ჩინურს, იაპონურს, იქ მუშაობისა და ხარისხის საოცარი სტანდარტია. ბრიტანეთი მართლაც უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას თავაზობს ადამიანს. რა მოგიყვანეს საქართველოში? რა იყო პირველი ემოცია და შთაბეჭდილება, რომელიც საქართველომ დაგიტოვა? უკვე 9 წელი აქ ცხოვრობ და როგორც ჩანს, საქართველო ნამდვილად შეგიყვარდა. Living here. is actually I came here the first საქართველოში პირველად 2015 წელს აგვისტოში ჩამოვედი. იმ პერიოდში ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. ჩემი ახლო მეგობარი გია ფირადაშვილი სოციალურ ქსელში დამიკავშირდა და საქართველოში მასტერკლასის ჩასატარებლად მიმიწვია. საქართველოსა და ქართული სამზარეულოს შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცოდი. ამიტომ ეს მოწვევა ძალიან გამიხარდა. და ალბათ ქართული ღვინოს მოგეწონა, არა? დიახ, პირველივე ვიზიტიდან ძალიან მომეწონა საქართველო. ორივე ქვეყანას, იტალიასაც და საქართველოსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საკვების, ღვინისა და სტუმართმოყვარეობის მიმართ.
შეგექმნია თუ არა ისეთი კერძი, რომელიც ქართულ და იტალიურ კულინარიულ ტრადიციებს აერთიანებს? ხინკალზე ექსპერიმენტი ჯერ კიდევ ნიუ-იორკში დავიწყე. ხინკალი გარკვეულწილად რავიოლის მაგონებს, ამიტომ არაერთი ვერსია მოვსინჯე. კარტოფილით, სოკოთი და სხვა შიგთავსით. შემდეგ კი გამიჩნდა იდეა, რატომ არ შეიძლებოდა დესერტი შექმნა ხინკლის ფორმაში. ასე დაიბადა შოკოლადის ხინკალი. ანუ ეს იდეა მთლიანად შენი იყო. დიახ, ეს იდეა მთლიანად ჩემი იყო. 2017 წელს შევქმენი. სხვათა შორის მეც გავსინჯე და ნამდვილად არაჩვეულებრივია და ძალიან კრეატიულიც აღმოჩნდა. როგორ აფასებ დღეს ქართულ კულინარიას საერთაშორისო ბაზარზე? სად ვდგავართ ახლა მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე? საქართველოს ძალიან სწრაფად და შთამბეჭდავად განვითარდა. ამისთვის მადლობა ქართულ შეფებსაც ეკუთვნით. თეკუნას, გურამს, კონსტანტინეს და ყველას, ვინც ქართული კულინარია საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა. ზოგჯერ ტრადიციული კერძები უცხოელებისთვის შეიძლება რთულად აღსაქმელი იყოს. მაგალითად ქინძი. მე პირადად ძალიან მიყვარს, რადგან აზიურ და მექსიკურ სამზარეულოზე ვგიჟდები, მაგრამ ბევრი იტალიელი ქინძს ვერ ეგუება. მინდოდა რომ ტრადიციულ კერძებს შეიძლება შეუნარჩუნო იდენტობა, მაგრამ უფრო მსუბუქი და საერთაშორისო აუდიტორიისთვის მისაღები ფორმით წარადგინო. ტრადიციების მოყვარული ადამიანებისთვის ეს ყოველთვის მარტივი არ არის. რომელია შენი საყვარელი ქართული კერძი? შესანიშნავი არჩევანია ჩემიც. ჩაკაპულზე ვგიჟდები. მართლაც საოცარი კერძია და ალბათ ხორცის მომზადების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მეთოდიც. ხორცი, ღვინო, ტყემალი, ტარხუნა, ეს ნამდვილი საოცრებაა. თან განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს, რომ ცხრის ხორცით მზადდება. მე კი ცხრის ხორცის დიდი მოყვარული ვარ. ენცო, ახლა რა საქმიანობ საქართველოში და რა არის შენი მთავარი პროფესიული მიმართულება თუ ბიზნესი? უკვე 26 წელია კულინარიული ინდუსტრიაში ვარ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რესტორნების შექმნაზე მუშაობდი. შემდეგ აკორ გრუპთან ვითანამშრომლე. დღეს კი ამ სივრცეში ვსაქმიანობ. ამასთან ერთად ვერა იტალიანას თანადამფუძნებელი ვარ. რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც რესტორნის დამფუძნებლები ან მფლობელები უშვებენ? ასე თითის გაშვერა გამიჭირდება, მაგრამ ერთი შეცდომა ხშირად მეორდება. ბევრი ადამიანი რესტორანს ჰობისთვის ხსნის და საკუთარ სათამაშოდ აქცევს. აკეთებს იმას, რაც თავად მოსწონს, თუმცა ბიზნესი ასე არ მუშაობს. რესტორანს სჭირდება მკაფიო კონცეფცია, ფინანსური გათვლა და კარგად დაგეგმილი სტრატეგია. უზარმაზარი მენიუ და ზედმეტად დიდი ასორტიმენტი ხშირად შეცდომაა. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არსებობს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. რესტორანი სათამაშო არ არის. რესტორანი ბიზნესია. თუ შენს განულ გზას გადავხედავთ, რომელია ის მომენტი, რომელიც დღემდე ყველაზე ხშირად გახსენდება და განსაკუთრებულია? ძალიან რთული ერთი კონკრეტული მომენტის გამოყოფა, რადგან ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი გამოცდილება მქონია. თუმცა ერთ ეპიზოდს განსაკუთრებულად ვიხსენებ. მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანში მუშაობდი, სადაც ჩემი შეფი თან მეგობარის და მენტორიც გახდა. ერთ ღონისძიებაზე წამიყვანა და პირველად მანჩუკა შეფის ფორმა, რომელზეც ჩემი სახელი იყო ამოქარგული. ეს ჩემი დაბადების დღის დიდი საჩუქარი იყო და უზომოდ ემოციური მომენტი აღმოჩნდა. თითქოს მეუბნებოდა, ენცო, შენ მზად ხარ? სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ საერთაშორისო გასტრონომიული მოგზაურობის დაწყების დრო დადგა. ენცო, თუ შენი ცხოვრების, ბიზნესისა და გასტრონომიული გამოცდილების შეჯამება მოგვიწევს, რა არის შენი წარმატების მთავარი ფილოსოფია? არ ვიცი საკუთარ წარმატებებზე საუბარი რამდენად სწორია. თავს ბოლომდე წარმატებულ ადამიანად არც კი მივიჩნევ. ძალიან მიყვარს ეს ფრაზა. სარეულობა ჩემი ამბიცია არ ყოფილა. ეს იყო გზა, რომ საკუთარი თავი გამომეხატა. ბავშვობაში არტისტობა მინდოდა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად სწორი პასუხია. მაგრამ მამა მეცნიერი იყო და ამბობდა, რომ ხელოვნებით ფულს ვერ იშოვი. საბოლოოდ კულინარია აღმოჩნდა ის სივრცე, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მიღწევებია, არამედ ის, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. ვფიქრობ, ეს ნამდვილად სწორი პასუხია. და ბოლოს, მოდი წიგზეც ვისაუბროთ. მოგვიყვები ამ წიგზე, რომელიც როგორც ჩანს, გადაცემის დასრულების შემდეგ ჩემი გახდება.
დიახ, სწორედ ამაზეა ჩემი წიგნიც. მასში აღწერილია რესტორნის კონცეფცია, ჩემი რეცეპტები, მოგზაურობები და კიდევ ბევრი პირადი ისტორია. პირველი კულინარიული წიგნი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, იყო ენტონი ბურდენის Kitchen Confidential. ავტორს წერილიც კი მივწერე და პასუხიც მივიღე. სწორედ ეს გამოცდილება გახდა ერთ-ერთი შთაგონება, რომ თავადაც დამეწერა წიგნი. Okay, there are the recipes, so you can explore and trying to cook the recipe. ენცო, დიდი მადლობა საინტერესო გულწრფელი საუბრისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან სტუმრობა. Thank you very დიდი much. მადლობა Thanks a თქვენ. lot. იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. I hope to see you again.